მზია ამაღლობელის წერილი. ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ არ არის. ხელწერილი საფუძველზე გამოგიშვეს, როგორ მოხდა თქვენი დაკავება? ვეცნობოდი პლაკატს, რომლის გამოც დღეს აქციის მონაწილეები გააკავეს. ფიქრობ, რომ აუცილებლად ეს გამოხატვის თავისუფლების შეძლებაა. მიკითხავ აქ მორალს. ათუმელების მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელი გააკავეს ახლახანს. ირაკლი გებუაძის სამსახურებული საქმიანობით გაღიზიანებული მზია ამაღლობელი შურისძიების მოტივით თავს დაესხა ირაკლი გებუაძეს ძლიერად მოკაჭა ფუფუზე მისკენ მიატრიალა და სახში დაარტყა ხელი. ქმედება გათვალისწინებული გახლავთ საქართველოს სისხლსამართლის კოდექსის 353 პრიმამურის პირველი ნაწილით და ბრალის დადასტურების შემთხვევაში სასჯელის სახით და ზომად კანონით თვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. ეს პირველი სხდომა იქნება, სადაც არ იქნება არც ვიდეო გადაღება, არც ფოტო, არც ხმების ჩაწერის უფლებაც კი შეგვიზღუდეს ჟურნალისტებს. ისე ჩაკეტეს სასამართლოს კარი და სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება ფოტოს და ვიდეოს გადაღება. მიხარია რომ ისევ ხედავ ჩემს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს. თუმცა უხერხულობის განცდაც მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ ამ სასამართლო დარბაზში მოსვლა. ამ სასამართლო დარბაზში არაერთ გზის კაფიო დამიფიქსირებია და ახლაც განმეორდები. პასუხისმგებლობას არ გაურბივარ. განსხვავებით ეგრეთ წოდებული დაზარალებული გებუაძისა. ვიმეორებ. პასუხისმგებლობას არ გაურბივარ და მგონია კანონში არსებობს ჩემი ქმედების სილის გაწმის პასუხისმგებლობისთვის ადეკვატური მუხლი. თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას. თავდასხმას თუ დამამცირებელ შოურად ყოფილი ადამიანის იმპულსურ რეაქციას. სილის გაწმის. სასამართლომ გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღოს დღეს, არ ვიცი ხვალ, ზეგ. მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. ისე მოხდა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ქალის სახე მიეცა და მზიამ მისცა ეს სტატუტთან წინააღმდეგობას.
ალბათ ძალიან ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ადამიანი როგორც გითხარი, მთელი ცხოვრება პრაქტიკულად საკუთარი სამუშაო ოთახიდან არ გამოსული, გახდა ყველაზე საჯარო ფიგურა. იბრძოლეთ. სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები. გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსთან. თავისუფლება მზეა ამაღლობას და თავისუფლება ყველა რეჟიმის პატრონს.